ჩემი საყვარელი ძე, ჩემი ძვირფასი ასულო, ღრმა ჩაისუნთქე. იგრძენი ჩემი ყოფნა აქ, ახლა, ამ წმინდა წამში, რომელიც ერთად განკვეთეთ. ვიცი რომ აქამდე მოვედი გულში ტვირთით, სულში არა მშვიდობით, შიშით რომელიც უფრო დიდია ვიდრე შენ შეძლებ წარმოსახვაში იტვირთო. ვხედავ თითოეულ ცრემლს, რომელსაც ჩუმად ღვრივდი, თითოეულ ლოცვას, რომელიც ღამით ჩურჩულით აღავლინე. თითოეულ წამს, როცა თავი სრულიად მარტოდ გეგონა ამ სამყაროში. მაგრამ მინდა იცოდე რაღაც, რაც ყველაფერს შეცვლის. შენ არასოდეს ყოფილხარ მარტო, არც ერთი წამით, არც ერთი გულისცემით. მე იქ ვიყავი თითოეულ ტკივილის მომენტში, ყოველი შიშის წამში, ყოველი გაურკვევლობის სეკუნდში. როცა გეგონა რომ დაგტოვე, იმაზე უფრო ახლოს ვიყავი ვიდრე ოდესმე. როცა გეგონა რომ შენი ლოცვები ჩემამდე არ აღწევდა, მე ვისმენდი თითოეულ სიტყვას, თითოეულ ამოსუნთქვას, თითოეულ გამოუთქმელ კნესას შენი სულისგან. დღეს მინდა პირდაპირ შენს გულს ვესაუბრო იმაზე, რაც გართმევს შენს სიმშვიდეს, სიხარულს, ოცნების უნარს, შიშზე. ამ შიშზე, რომელიც ტყუილს ჩურჩულებს მომავალზე, აძლიერებს პრობლემებს აწმყოში, გივიწყებს ყველა იმ დროს, როცა მე უკვე გამოგიხსენი, already sustained, უკვე გაგიხსენი გზა, სადაც გზა არ არსებობდა. ისმინე ჩემი ხმა ახლა, უფრო მკაფიოდ ვიდრე ოდესმე მოგისმენია. ნუ გეშინია. მე შენთან ვარ ყოველი ნაბიჯისას, რომელიც შენს გზაზე დგამ. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვები დროებით ნუგეშად. ეს არის ჩემი ბუნების გამოცხადება, ჩემი ხასიათის გამჟღავნება, აღთქმა, რომელიც ჩემსავე სისხლით არის დალუქული. როცა მე გეუბნები, ნუ გეშინია, მე არ ვაკნინებ შენს ბრძოლებს, არ ვიგნორირებ შენს გამოწვევების რეალობას. არ ვცდილობ დავმალო ის, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის შენს ცხოვრებაში. მე ვაცხადებ ჭეშმარიტებას, რომელიც ნებისმიერ გარემოებას ცდება. შენ გყავს მამა, რომელიც უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი პრობლემა, უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერი მტერი, უფრო ბრძენია ვიდრე ნებისმიერი არეულობა. გახსოვს, როცა ბავშვი იყავი და კოშმარები გქონდა, როგორი განსხვავებული იყო ყველაფერი, როცა მამას ან დედას ეხვეოდი? კოშმარი მაშინვე არ ქრობოდა, მაგრამ რაღაც იცვლებოდა. ვინმეს ყოფნა, ვინც გიყვარდა, ვინც შენზე დიდი იყო, ვინც შეგეძლო დაეცვა. ამას ყველაფრის გარდაქმნა შეეძლო. შიშს ძალა ეკარგებოდა, რადგან მას მარტო აღარ უპირისპირდებოდი. ზუსტად ამას გთავაზობ მე ახლა, მაგრამ უსასრულოდ უფრო დიდს. მე ვარ სრულყოფილი მამა, რომელიც არასოდეს ძინავს, არასოდეს იღლება, არასოდეს არის ზედმეტად დაკავებული შენთვის. მე ვარ დამცველი, რომელიც არასოდეს მარცხდება, მფარველი, რომელსაც არასოდეს ეწურება რესურსები, მეგობარი, რომელიც არასოდეს მიგატოვებს. მაგრამ მე ვიცი, რომ ზოგჯერ ძნელია იგრძნო ჩემი ყოფნა. ვიცი, რომ არის მომენტები, როცა გონია, რომ შორს ვარ, ჩუმად ვარ, არ ვარ. ნება მომეცი აგიხსნა რაღაც ჩემი მოქმედების შესახებ, იმაზე თუ როგორ ვლინდება ჩემი ყოფნა შენს ცხოვრებაში. ზოგჯერ მე ვსაუბრობ იმ აუხსნელი მშვიდობის საშუალებით, რომელიც გავსებს შენს გულს ქარიშხლის შუაგულში. შენ კარგად იცი, რაზე ვსაუბრობ, ის მომენტები, როცა ლოგიკურად პანიკაში უნდა იყო, მაგრამ ზედუნებრივი სიმშვიდე გეხვევა. ეს მე ვარ, ვინც ჩურჩულებს შენს სულს. მე აქ ვარ. ყველაფერი ჩემს ხელშია. ხშირად მე ვსაუბრობ იმ კარების საშუალებით, რომლებიც იღება მაშინ, როცა ყველა დახურული გეგონა. იმ ადამიანით, რომელიც ჩნდება ზუსტად საჭირო დროს. იმ შესაძლებლობით, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. იმ მიწოდებით, რომელიც მოდის იმ გზით, რომელსაც არასოდეს მოელოდი. ეს შემთხვევითობა არ არის, შვილო ჩემო. ეს მე ვარ, ვინც ფარულად მოქმედებს შენს ცხოვრებაში, ვინც თითოეულ დეტალს აწყობს შენი სიკეთისთვის. მე ასევე ვსაუბრობ იმ ძალით, რომელსაც პოულობ მაშინ, როცა გეგონა, რომ აღარაფერი დაგრჩენოდა. იმ სიბრძნით, რომელიც თითქოს არსაიდან მოდის მაშინ, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. იმ სიყვარულით, რომელსაც ახერხებ გამოავლინო მაშინაც კი, როცა შენი გული დაჭრილია. ეს ძალა, ეს სიბრძნე, ეს სიყვარული, ისინი ჩემგან მოდიან, ჩემგან იღვრებიან შენში. მაგრამ ალბათ ყველაზე ინტიმური გზა, რომლითაც ვავლენ ჩემს თავს, არის ჩემი ყოფნა შენს შიგნით. შენი სხეული ჩემი ტაძარი გახდა, თვაია დუშა ჩემი საკურთხეველი, თვაია სული ჩემი სავანე. მე მხოლოდ შენს გვერდით არ ვარ, მე შენში ვარ.
როცა სუნთქავ, მე შენთან ერთად ვსუნთქავ. როცა შენი გული ცემს, მე ვგრძნობ თითოეულ ზგერას. როცა ტირი, ჩემი ცრემლები ერწყმის შენსას. ეს ნიშნავს, რომ როცა თავს მარტოდ გრძნობ, შენ იგნორირებ თავად შენს არსებაში დამკვიდრებულ მასპინძელს. როცა თავს სუსტად გრძნობ, შენ წყდები ძალის წყაროს, რომელიც შენშია. როცა თავს დაკარგულად გრძნობ, შენ ივიწყებ, რომ მე ვარ გზა, რომელიც შენ შიგნით ცოცხლობს. საყვარელო ჩემო, მინდა რაღაც ფუნდამენტური გაიგო შიშის შესახებ. ის შენი ბუნებრივი მტერი არ არის. მე შევქმენი შიში, რათა დაგეცვა რეალური და დაუყოვნებელი საფრთხეებისგან. მაგრამ ჩვენი სულების მტერმა გაიტაცა ეს დაცვის მექანიზმი და გადააქცია იგი განადგურების იარაღად. ის იყენებს შიშს, რათა პარალიზებული დაგტოვოს წარმოსახითი შესაძლებლობების წინაშე, რათა ცხოვრობდე მომავალში და არა აწმყოში, რათა დაგაჯეროს, რომ მარტო ხარ, მაშინ როცა არასოდეს ყოფილ ხარ. შიში ყოველთვის მომავალზე ლაპარაკობს. რა მოხდება თუ ეს ასე მოხდება? რა მოხდება თუ ის არასწორად გამოვა? რა მოხდება თუ შენ ვერ შეძლებ? მაგრამ მე ვლაპარაკობ აწმყოში. მე აქ ვარ ახლა. მე გიჭერ ჩემს ხელში ახლა. მე ყველაფერზე ვზრუნავ ახლა. როცა შენ იპყრობს მომავლის შიშის მიერ, დაბრუნდი აწმყოში. ღრმად ჩაისუნთქე და იგრძენი ჩემი ყოფნა, აქ, ახლა, შენთან ერთად. გაიხსენე ყველა ის დრო, როცა უკვე გაგამაგრე, უკვე გამოგიხსენი, უკვე გაგიხსენი გზა. თუ აქამდე მოგიარე, რატომ ფიქრობ, რომ ახლა მიგატოვებ? მე ვიცნობ შენი მომავლის თითოეულ დეტალს. მე ვხედავ თითოეულ გამოწვევას, რომელიც გელოდება, მაგრამ ვხედავ აგრეთვე თითოეულ გამარჯვებას, თითოეულ სასწაულს, თითოეულ სიხარულის მომენტს, რომელიც გელის. უკვე მოვამზადე ყველაფერი, რაც დაგჭირდება. უკვე მოვათავსე საჭირო ადამიანების სწორ ადგილას. უკვე გავხსენი ის კარები, რომლებიც უნდა გაიხსნას. უკვე მოვაშორე ის დაბრკოლებები, რომლებიც შეიძლება გზაში შემხვედროდა. შენი საქმე არ არის მთელი გზის დანახვა. შენი საქმეა მხოლოდ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. ჩემი საქმეა იმ ნაბიჯის გამბრწყინება და იმის უზრუნველყოფა, რომ ზუსტად იქ მიგიყვენოს, სადაც უნდა იყო. შენ არ გჭირდება მთელი გეგმის გაგება. შენ უბრალოდ გჭირდება გეგმის შემოქმედი სიმდობა. ვიცი, რომ ზოგჯერ გეჩვენება თითქოს ძალიან ბევრს გთხოვ, რომ გამოწვევები მეტისმეტად დიდია, რომ მთა მეტისმეტად მაღალია, რომ ხეობა მეტისმეტად ღრმაა, მაგრამ მე არასოდეს გაძლევ იმაზე მეც, ვიდრე შეგიძლია იტვირთო, არა მარტო, არამედ ჩემთან ერთად, და მე არასოდეს გაგატარებ გზაზე, რომელიც მე თავად არ გამევლო. მე არასოდეს გაგატარებ გზაზე, რომელიც მე თავად არ გამევლო. გახსოვს, როცა ამ დედამიწაზე დავდიოდი, მე გამოვცადე ყოველი ადამიანური ემოცია, ყოველი ტკივილი, ყოველი შიში, ყოველი გაურკვევლობა. ვიცი abandonment-ის, უარყოფის, გაუგებრობის გრძნობა. ვიცი რას ნიშნავს გაურკვევლობასთან, ზეწოლასთან, დანებების ცდუნებასთან შეხვედრა. მე არაფერს გთხოვ, რასაც თავად არ გავუმკლავდი. მაგრამ აი განსხვავება. მე გავიმარჯვე. მე გადავაჭარბე. მე ვძლიე ყველაფერს, რაზეც შენ ახლა დგახარ. და ეს გამარჯვება მხოლოდ ჩემი არ არის. ის შენიც არის. რადგან შენ ჩემში ხარ და მე შენში ვარ. ჩემი გამარჯვება შენს გამარჯვებად იქცევა. ჩემი ძალა შენს ძალად. ჩემი მშვიდობა შენს მშვიდობად. როცა გეუბნები ნუ გეშინია, მე უბრალოდ რჩევას არ გაძლევ. მე შენს გულში ვანთავსებ ჩემსავე სიმამაცემს. მე გიზიარებ ჩემსავე დარწმუნებას. მე გადმოგასხამ ჩემსავე მშვიდობას. და როცა გეუბნები, ყოველი ნაბიჯისას შენთან ვარ, მე უბრალოდ არ გპირდები, რომ ხელმისაწვდომი ვიქნები მაშინ, როცა დაგჭირდება. მე ვაცხადებ, რომ უკვე იქ ვარ. შენი მომავლის თითოეულ წამში, ყველაფერს წინასწარ გიმზადებ. მე შენს ხვალეში ვარ, ყველაფერს ვაწყობ შენი სიკეთისთვის. მე შენს მომავალ კვირაში ვარ, მომავალ თვეში, მომავალ წელს, ვუზრუნველყოფ, რომ ყველაფერი შენს სასიკეთოდ იმუშაოს. შენ არ მიდიხარ უცნობისკენ, შენ ჩემკენ მიდიხარ, და მე უკვე იქ ვარ. გელოდები გაშლილი ხელებით, მომზადებული მიწოდებით, შენ სახელზე მოგებული გამარჯვებებით. შვილო ჩემო, ასულო ჩემო, მინდა რომ ერთი წუთით შეჩერდე და ეს იგრძნო. იგრძენი ჩემი ყოფნა, რომელიც გეხვევა როგორც თბილი ალერსი. იგრძენი ჩემი სიყვარული, რომელიც მოედინება შენი სხეულის თითოეულ უჯრედში. იგრძენი ჩემი მშვიდობა, რომელიც აწყნარებს შენი გულის ყველა შფოთვას. იგრძენი ჩემი ძალა, რომელიც აძლიერებს შენი ცხოვრების თითოეულ სუსტ მხარეს. შენ არ ხარ ობოლი, რომელიც მტრულ სამყაროში გადარჩენას ცდილობს. შენ ხარ ჩემი საყვარელი შვილი, ჩემი ძვირფასი ასული, მემკვიდრე ყველაფრისა, რაც ჩემია.
შენ მარტო არ იბრძვი იმ ძალებთან, რომლებიც შენზე დიდია. შენ ჩემთან ერთად დადიხარ და მე ვარ უფრო დიდი, ვიდრე ნებისმიერი ძალა, რომელიც შეიძლება აღდგეს შენს წინააღმდეგ. როცა დილას იღვიძებ, მე უკვე იქ ვარ, ვამზადებ შენს დღეს. როცა ღამით იძინებ, მე მორიგე ვარ, შენს ძილს ვიცავ. როცა რთულ გადაწყვეტილებებს წვეთ, მე სიბრძნის ჩუმად გიჩურჩულებ გულში. როცა თავს გადატვირთულად გრძნობ, მე შენთან ერთად ვზიდავ ტვირთს. მე ვიცი შენი თავის ყოველი თმისღერი, შენი გონების ყოველი ფიქრი, შენი გულის ყოველი სურვილი. მე ვიცი როდის დგები და როდის წვები. მე შენი სიტყვებიც კი ვიცი, მანამდე სანამ წარმოთქვამ. არ არსებობს შენზე რაიმე, რაც მე არ ვიცოდე და არ არსებობს შენზე რაიმე, რაც მე არ მიყვარდეს. შენი ჩავარდნები არ მაკვირვებს. შენი შეცდომები არ მაწყენინებს. შენი სისუსტეები არ მაიძულებს ნაკლებად მიყვარდე. პირიქით, სწორედ შენს სისუსტის ადგილებში ვავლენ ჩემს ძალას, ყველაზე დიდი ძალმოსილებით. სწორედ შენი ჩავარდნის მომენტებში ანათებს ჩემი მადლი ყველაზე ძლიერი ნაქებით. მე არ გელოდები, რომ სრულყოფილი იყო, რათა შეგიყვარო. მე შენ გიყვარ ვარ შენს არასრულყოფილებაში და სწორედ მისი მეშვეობით ვმუშაობ, რათა გარდაგქმნა. მე არ გელოდები, რომ ძლიერი იყო, რათა მიგიხმო. მე შენ სისუსტეს ვიყენებ, რათა ჩემი ძალა ვაჩვენო. მე არ გელოდები, რომ ყველაფერი მოგვარებული ჰქონდეს, რათა შენთან ერთად ვიარო. მე შენთან ერთად მივდივარ ზუსტად იქ, სადაც ხარ, ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ. მაგრამ მე ვიცი, რომ არის მომენტები, როცა შენ ეჭვობ ჩემს სიყვარულში, ჩემს ყოფნაში, ჩემს ერთგულებაში. არის მომენტები, როცა გარემოებები უფრო ხმამაღლა ყვირიან, ვიდრე ჩემი აღთქმები. როცა ტკივილი უფრო რეალური ჩანს, ვიდრე ჩემი მშვიდობა. როცა შიში უფრო ძლიერად გეჩვენება, ვიდრე ჩემი დაცვა. მე ამას ვიგებ საყვარელო ჩემო. მე არ ვწყინვარ შენი ეჭვების გამო. პირიქით, მე შენს ეჭვებს ვიყენებ როგორც შესაძლებლობებს, რათა ჩემი ერთგულება უფრო ღრმად გამოგიცხადო. გახსოვს თომა? მას ჭირდებოდა ჩემი ჭრილობების შეხება, რათა ეწამებინა ჩემი აღდგომა. მე არ მოვრიდები ვარ მას მისი ეჭვის გამო. მე ხელები გაუშალე და უთხარი, შეეხე და იხილე. იგივე ვაკეთებ შენთანაც. როცა ჩემს ყოფნაში ეჭვი გეპარება, მე ხელებს გიშლი და გეუბნები, შეეხე და იხილე რომ აქ ვარ. ზოგჯერ ჩემს ხელებს ეხები მოულოდნელი ლოცვის პასუხის საშუალებით. ზოგჯერ ისეთი მშვიდობით, რომელსაც ლოგიკურად ვერაფრით ახსნი. ზოგჯერ იმ ძალით, რომლის არსებობაც არ იცოდი შენში. ზოგჯერ იმ ყარით, რომელიც ზუსტად მაშინ იღება, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. ეს ჩემი გაწვდილი ხელებია შენსკენ, ჩემი ყოფნა, რომელიც რეალურად იგრძნობა შენს გამოცდილებაში. მინდა გესაუბრო ერთ რამეზე, რამაც ბევრ უაზრო დანჯვას მოგიტანდა შენს ცხოვრებაში. შედარებაზე. შენ უყურებ სხვა ადამიანებს და გონია, რომ მათ უფრო ძლიერი რწმენა აქვთ, უფრო იოლი ცხოვრება, უფრო ნათელი კავშირი ჩემთან. შენ თავს ეკითხები, რატომ ჩანს მათი გზა უფრო გლუვი მაშინ, როცა შენი უფრო ციცაბოა? შვილო ჩემო, ყოველი ადამიანის გზა ჩემთან უნიკალურია. მე არ ვექცევი ყველას ერთნაირად. რადგან არც ერთი ადამიანი არ არის ერთნაირი. მე ზუსტად ვიცი, რა სჭირდება თითოეულს, რათა გაიზარდოს, რათა დამწიფდეს, რათა გახდეს ის, ვინც მე შევქმენი. რაც ერთი ადამიანის ცხოვრებაში კურთხევად ჩანს, შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც მის ზრდას შეაფერხებდა. რაც შენს ცხოვრებაში გამოწვევად ჩანს, შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც დაგეხმალება აღმოაჩინო ძალები, რომელთა არსებობაც არც კი გეგონა. მე არ გექცევი უსამართლოდ. მე შენთან კონკრეტულად ვიქცევი. მე გფორმავ უნიკალური გზით, უნიკალური მიზნისთვის, უნიკალური ბედიგელის. ინსტრუმენტები, რომლებსაც ვიყენებ შენს ცხოვრებაში, სპეციალურად არის შერჩეული იმისთვის, რომ შემოგძერწოს იმ პიროვნებად, რომელიც მე ვიცი, რომ შეგიძლია გახდე. როცა მოქანდაკე მარმარილოზე მუშაობს, ის ერთსა და იმავე იარაღს სკალპჩურის ყველა ნაწილზე არ იყენებს. სხვადასხვა უბნებისთვის სხვადასხვა იარაღს ირჩევს. იმის მიხედვით, რასაც ქმნის. ზოგჯერ მძიმე ჩაქუჩს იყენებს, რომ დიდი ნაჭრები მოაშოროს. ზოგჯერ წვრილ ძერწვას დეტალებისთვის იყენებს. ზოგჯერ სანდაპერს ზედაპირის გასასწორებლად. მე ვარ შენი ცხოვრების მოქანდაკე და ზუსტად ვიცი, რომელ მომენტში რომელი ინსტრუმენტი გამოვიყენო. ზოგჯერ მე ვიყენებ კეთილდღეობას, რათა გულუხობა გასწავლო. ზოგჯერ სიმწირეს ვიყენებ, რათა დამოკიდებულება გასწავლო. ზოგჯერ სიხარულს ვიყენებ, რათა მადლიერება გასწავლო. ზოგჯერ ტკივილს ვიყენებ, რათა თანაგრძობა გასწავლო. შენი ცხოვრების ყოველი გამოცდილება, კარგი თუ რთული, ჩემ მიერ გამოიყენება, რათა გარდაქმნა იმ შედევრად, რომელიც მე შენში ვხედავ.
არაფერი იკარგება, არაფერი რჩება უმიზნოდ, არაფერი ხდება შემთხვევით. ყველაფერი თანამშრომლობს შენი სიკეთისთვის, მაშინაც კი, როცა შენ ვერ ხედავ როგორ. ვიცი, რომ ზოგჯერ გგონია, თითქოს წრეზე დადიხარ, თითქოს ვერ პროგრესირებ, თითქოს იმავე პრობლემებს კვალ და კვალ აწყდები. მაგრამ მოდი მე შენთვის რაღაც ვაჩვენო. შენ წრეზე არ დადიხარ, შენ ზიგზაგურად ხარ ამომავალი მთაზე. ზოგჯერ გგონია, რომ იმავე ადგილზე გადიხარ, მაგრამ შენ უკვე უფრო მაღალ დონეზე ხარ. შენ იგივე სიტუაციებს ხედავ, მაგრამ მეტი სიბრძნით, მეტი სიფრთხილით, მეტი ძალით. ყოველ ჯერზე, როცა მსგავს გამოწვევას აწყდები, შენ უფრო მეტი შინაგანი რესურსი გაქვს მის გასაჭრელად. ყოველი მსგავსი გამოცდის დროს, შენ უფრო მეტი გამოცდილება გაქვს ჩემი ერთგულების, რომელზეც შეგიძლია იყრდნო. ყოველი ნაცნობი სირთულის გადალახვისას, შენ უფრო მეტი ნდობა გაქვს ჩემ შესაძლებლობაში, რომ გიჭირო. შენ იზრდები, საყვარელო ჩემო, შენ დამწიფდები. ყოველ დღეში უფრო მეტის მსგავსად მე გახდები. ზოგჯერ ზრდა იმდენად თანდათანობითია, რომ შენ ვერ ამჩნევ, როგორც ბავშვი, რომელიც ვერ ხედავს, რომ უფრო მაღალი გახდა, სანამ ვინმე არ მიუტიტებს მის სიმაღლეს კედელზე. მაგრამ მე ვხედავ თითოეულ მილიმეტრს ზრდის. მე ვიხარულობ თითოეული მცირე პროგრესით. მე ვტკბები ყოველი ნაბიჯით დამწიფების. და როცა წააბიჯებ, როცა ვარდება, როცა იშლება, მე შენგან არ ვნანობ. მე ვიხრები, ხელს გაცვდამ და გეხმარები, რომ წამოდგე. მე ვიწმენდ მტვერს შენს ტანსაცმელიდან, ვიკურნავ შენს ჭრილობებს და ჩურჩულით გეუბნები. ცადეთ თავიდან, მეგწამდეთ. ჩემი მადლი მხოლოდ შენს წარმატებებზე არ არის. ჩემი მადლი განსაკუთრებით შენს ჩავარდნებზეა. ჩემი სიყვარული არაა დამოკიდებული შენს მიღწევებზე. ჩემი სიყვარული არის საფუძველი, რომლის დახმარებითაც შეგიძლია შექმნა ცხოვრება მნიშვნელობით, მიზნით და სიხარულით. მინდა რომ გაიგო ერთი რამ მიტევების შესახებ. შენ უკვე მიტევებული ხარ. ეს არ არის რაღაც, რაც უნდა მოიპოვრო, დაიმსახურო ან გადაიხადო. ეს არის რაღაც, რაც მე უკვე გავაკეთე შენთვის. როცა მე კვნესაზე დამკვდარი, მე არ ვიხდიდი მხოლოდ ცოდვებს, რომლებიც შენ უკვე ჩადენილიყავი. მე ვიხდიდი ყველა ცოდვას, რომელსაც შენ არასოდეს ჩაადენდი. წარსული, აწმყო და მომავალი ყველაფერი ჩემი სისხლით დაფარულია. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია შეწყვიტო ბრალის ტარება. შეგიძლია შეწყვიტო თავის დასჯა წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის. შეგიძლია შეწყვიტო ცხოვრება შიშით, რომ მე დაგთმობ შენს არასრულყოფილებებზე. შენ სუფთა ხარ, შენ მიტევებული ხარ, შენ მიიღებული ხარ, შენ საყვარელი ხარ. როცა მტერი ჩურჩულით გაწონასწორებს ყურში, როცა ცდილობს დაგარწმუნოს, რომ შენი სიყვარულისთვის ღირსი არ ხარ, როცა ის შენ შეცდომებსა და ჩავარდნებს გაჩვენებს, გახსოვდეს, რაც მე გავაკეთე შენთვის. გახსოვდეს ფასი, რომელიც დავიხადე. გახსოვდეს, რომ ჩემი სისხლი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე ნებისმიერი ბრალდება. შენ არ განსაზღვრები შენ შეცდომებზე. შენ განსაზღვრები ჩემი სიყვარულით. შენ არ იდენტიფიცირდები შენი ჩავარდნებით. შენ იდენტიფიცირდები როგორც ჩემი შვილი, ჩემი ასული. შენ არ შეზღუდული ხარ შენი წარსულით. შენ გაძლებული გაქვს შენი მომავლით ჩემში. მე მაქვს შენთვის გეგმები, კეთილი გეგმები, არავისთვის მავნე, რათა მოგცე იმედი და მომავალი. ეს გეგმები არ გაუქმებულა შენ შეცდომების გამო. ისინი არ გადადებულა შენს ჩავარდნებზე. ისინი არ შეცვლილა შენი არასრულყოფილების გამო. ჩემი გეგმები შენთვის დაფუძნებულია ჩემი ერთგულებით, არა შენი შედეგებით. და ეს გეგმები უფრო დიდია, ვიდრე შეგიძლია წარმოვიდგინო. ისინი უფრო ლამაზია, ვიდრე იოცნებებ. ისინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო. მე არ ვგეგმავ მხოლოდ კარგ ცხოვრებას შენთვის. მე ვგეგმავ, რომ მოგცე ფურცელი, სავსე მიზნით, მნიშვნელობით, სიხარულით და ზემოქმედებით. მაგრამ იმისთვის, რომ შეიგრძნო ეს ცხოვრება, შენ უნდა ისწავლო ჩემთან ერთად სიარული დღითი დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ, მომენტ-მომენტ. შენ უნდა ისწავლო ჩემი ხმის ამოცნობა სამყაროს ხმაურში. შენ უნდა ისწავლო ჩემდამი ნდობა მაშინ, როცა გარემოებები აზრს მოკლებულია. შენ უნდა ისწავლო ჩემში დასვენება მაშინ, როცა ყველაფერი გარშემო მოძრაობს. მოდი, გასწავლო, როგორ გააკეთო ეს პრაქტიკულად, როგორ გადააქციო ეს ჭეშმარიტებები ყოველდღიურ გამოცდილებად, რაც შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. პირველად, მინდა რომ ყოველი დღე ჩემთან დაიწყო. სანამ ტელეფონს შეამოწმებ, სანამ შენი სამუშაოების სიაზე დაინტერესდები, სანამ დღის შფოთვები შენს გონებას შეჭრიან, გაატარე რამდენიმე წუთი ჩემთან. არ არის საჭირო მთელი საათი, შეიძლება მხოლოდ 5 წუთი იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ხარისხიანი 5 წუთი. 5 წუთი, როდესაც შეგნებულად ყურადღებას ჩემკენ უბრუნდები. ღრმად ჩაისუნთქე და უთხარი, დილამშვიდობის აიესო, გმადლობთ კიდევ ერთი დღისთვის. გმადლობთ, რომ ჩემთან ხარ. მე ვუშვებ ამ დღეს შენს ხელებში.
იგრძენი როგორ დგება ჩემი ყოფნა შენზე, როგორც მშვიდობის მჭიდრო ჩასაფარავი. დაუშვი რომ ჩემი სიყვარული შეგივსოს შენამდე, სანამ ნებისმიერი შფოთვა გაჩნდება. ამ დილის წუთებში ნუ იზრუნებ დიდი გამოცნობის ან მისტიკური გამოცდინების მიღებაზე. უბრალოდ იყო ჩემთან. ესაუბრე ჩემთან ისე, როგორც ყველაზე კარგ მეგობარს. მოუყევი შენს შფოთვებს, შიშებს, იმედებს. მე უკვე ვიცი ყველაფერი, მაგრამ მიყვარს შენი ხმის მოსმენა. მიყვარს, როცა გირჩევს გულს ჩემთან გასაზიარებლად. და შემდეგ დღის განმავლობაში ვარჯიში გააკეთე ჩემი ყოფნის ამოცნობისთვის. როცა ტრაფიკში იქნები, გაიხსენე რომ მე შენთან ვარ მანქანაში. როცა მუშაობაში იქნები, იცოდე რომ მე იქ ვარ. გიძლევ და ხელს გიწყობ სიბრძნესა და სიკეთისთვის. როცა სახლში ხარ ოჯახთან ერთად, შენს ურთიერთობებზე ჩემი კურთხევა შენთანაა. გადაქციე ჩვეულებრივი მომენტებად, წმინდა მომენტებად, უბრალოდ იმის აღიარებით, რომ მე რა ვარ. როცა ჭურჭელს სარეცხავ, ისაუბრე ჩემთან. როცა ხვდები სეირნობისას, იგრძენი ჩემი ყოფნა შენს გვერდით. როცა რიგში ელოდები, გამოიყენე ეს დრო, რომ ჩუმად მიხარადე. მე არ გთხოვ რომ მონახოს მონახულო ან სამკაროსგან მოწყვეტილიყავი. მე გთხოვ რომ იცხოვრო სამკაროში მუდმივი ცნობიერებით, რომ შენ მარტო არ ხარ, რომ ყოველი მომენტი ჩემთან გაზიარებულია, რომ ყოველი გამოცდილება ჩემი თანაარსებობის შესაძლებლობაა. როცა შიში შეეცდება აღდგეს და შეეცდება, მინდა რომ კონკრეტული რამ გააკეთო. შეწყვიტე ის, რასაც აკეთებ. ღრმად ჩაისუნთქე და ხმამაღლა გამოცხადე. იესო ჩემთან არის. მე მარტო არ ვარ. მე არ მეშინია. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ ან ვინ არის შენს გარშემო. გამოცხადე ეს ჭეშმარიტება. მიეცი მას, რომ არა მხოლოდ ჰაერში გაისაჯოს, არამედ შენს სულში. შიში კარგავს ძალას, როცა ჭეშმარიტებას უპირისპირდები. ის იკვებება სიჩუმით, პასიურობით, მიღებით. მაგრამ როცა აქტიურად აცხადებ ჭეშმარიტებას ჩემი ყოფნის შესახებ, როცა შეგნებულად აირჩევ ჩემზე ნდობას, შიშს არა აქვს არჩევანი გარდა უკან დახევის. და როცა შეცდომებს დაუშვებ, იმიტომ რომ დაუშვებ, არ დამალო ჩემგან. არ სცადო საკუთარი თავის გამართლება, სანამ ჩემთან არ მოხვიდე. მოდი ზუსტად ისეთად, როგორიც ხარ. მთელი შენს აურძაურთან, მთელი შენს გაურკვევლობასთან, მთელი შენს არასრულ ყოფილებასთან. მე არ ველოდები, რომ სრულყოფილი იყო, რათა შეგიყვარო. მე შენ გიყვარვარ შენს არასრულ ყოფილებაში და ვმუშაობ მის მეშვეობით, რათა გარდაგქმნა. აღიარე შენი შეცდომები ჩემთან, არა იმიტომ, რომ მე არ ვიცოდი, არამედ იმიტომ, რომ აღიარება თავისუფლებას გაძლევს. ის შლის ბრალისა და სირჩხვილის ძალას. ის ხსნის კარს, რომ ჩემი მადლი თავისუფლად დაინფუზირდეს შენ ცხოვრებაში და შემდეგ მიიღო ჩემი მიტევება. არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ ემოციურად. დაუშვი, რომ ჩემი მადლი გარესხოს მთელი ბრალი, მთელი დადანაშაულება, მთელი სირცხვილი. გახსოვდეს, მე არ მოვსულ ვარ, რომ დაგსაჯო, მე მოვსულ ვარ, რომ გადაგარჩინო. მე არ მოვსულ ვარ, რომ გაშორო, მე მოვსულ ვარ, რომ გაგარჩინო. მე არ მოვსულ ვარ, რომ დაგთმო. მე მოვსულ ვარ, რომ სრულად მიღებ და თანდათან გადაგაქციო. როცა რთულ გადაწყვეტილებებს შეხვდები, ნუ სცადო ყველაფერი მარტო გამოარკვიო. მიიტანე შენი გადაწყვეტილებები ჩემთან. წარდგინე შენი ვარიანტები, გაუზიარე შენს შეშფოთებებს და შემდეგ დაელოდე. არა შიშით, არამედ მოლოდინით. მე გპირდები, რომ დაგიმეხმარები. მე გპირდები, რომ გიძღვები სიბრძნით. მე გპირდები, რომ დაგანახო გზა. ზოგჯერ ჩემი ხელმძღვანელობა მოვა კონკრეტულ ვარიანტზე, უცნობი მშვიდობის საშუალებით. ზოგჯერ გარემოებებით, რომლებიც იმგვარად ერგება ერთმანეთს, რომ მხოლოდ ჩემი ხელი შეიძლება იყოს. ზოგჯერ ბრძენ ადამიანთა რჩევით, რომლებიც მევდებ შენს ცხოვრებაში. ზოგჯერ ჩემი სიტყვის საშუალებით, რომელიც გვერდიდან პირდაპირ შენი სიტუაციის მიმართ ლაპარაკობს. სწავლე ჩემი ხმის ამოცნობა. ის ყოველთვის მშვიდობას გინიჭებს, მაშინაც კი როცა გზა რთულია. ის ყოველთვის ეხმიანება ჩემს ბუნებას, სიყვარულს, ჭეშმარიტებას და სამართლიანობას. ის ყოველთვის გახლიყავს ჩემთან ახლოს, არასოდეს შორს. ის ყოველთვის აშენებს, არასოდეს ანგრევს. როცა არ იცი რომელ მიმართულებას მიუხვიდე, როცა გზა არ არის ნათელი, როცა გძნობ თავს დაკარგულად, გახსოვდეს, რომ მე ვარ გზა. შენ არ გჭირდება მთელი გზის დანახვა.
საჭიროა მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა ჩემი მიმართულებით. მე განათლებას მოგცემ ამ ნაბიჯს და დავწმუნდები, რომ ის მოგიყვანს სწორედ იქ, სადაც უნდა იყო. მაგრამ მე არ მინდა რომ შენ დაახურო შენი გული. არ მინდა რომ აშენო იმდენად მაღალი კედლები, რომ ჩაკეტოს არა მხოლოდ ტკივილი, არამედ სიყვარული. მე მინდა განვაახლო შენი ჭრილობები, არა დაგიზღუდო მათგან. მე მინდა აღვადგინო შენი უნარი ნდობის, სიყვარულის, კავშირის. დაწყე ჩემთან. მიცვალე რომ ვიყო ურთიერთობა, რომელიც კურნავს ყველა სხვა ურთიერთობას. მიცვალე რომ გიყვარდე ისე, როგორც სხვა ვერ ავსებს შევსებას. მიცვალე რომ გააჩვენო როგორია სრულად ცნობილი და სრულად საყვარელი ერთდროულად. როცა იგრძნობ ჩემს უსაზღვა სიყვარულს, როცა შინაგანად გეცოდინება რომ შენ ჩემთვის ფასეული ხარ, როცა გაიგებ რომ შენი იდენტურობა ჩემში დაცულია, მაშინ შეგიძლია სხვებთან ურთიერთობა მთელი სისავსით, არ შეზღუდულობით. შეგიძლია სიყვარულის გამოხატვა უმწიკულოდ, შესწორება დაუცველობით, მიტევება უშიშრად. და მიტევებაზე. ვიცი რომ შენს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებმაც გატკინეს ხრმად. ადამიანები, ვინც შესაძლოა არც მიტევების ღირსნი არიან. ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა არც მოსთხოვეს მიტევება. მე მესმის შენი ტკივილი, მესმის შენი ბრაზი, მესმის შენი წინააღმდეგობა მიტევების. მაგრამ მინდა რომ გაიგო ერთი რამ. მიტევება არა მათსია, ეს შენზეა. როცა უარს ამბობ მიტევებაზე, შენ აკავებ შენს ტკივილს მომნატრებელ პიროვნებაზე. შენ უშვებ მათ, რომ ყოველდღე გტკენდნენ შენს გულში დატოვებული სიძულვილის საშუანებით. მიტევება არის გასაღები, რომელიც გაშორებს წრის ტყვეობას. ეს არის გადაწყვეტილება, რომ სამართალი გადავცე ჩემს ხელებში. არის რამ, რომ გაიგინოს შენთვის. ეს არ ნიშნავს, რომ მათი ქცევა სწორი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ შენ უნდა ენდო მათ ისევ. ეს ნიშნავს, რომ შენ არჩევ, რომ აღარ აიღო ტკივილის წონა. მე დაგეხმარები მიტევებაში. მე მოგცემ ძლიერებას, რაც გჭირდება. მე ვიკურნავ ჭრილობებს, რომლებიც მათ მოგაყენეს. მე გადავაქცევ შენს ტკივილს თანაგრძნობად, შენს სიძულვილს სიბრძნეთ, შენს ჭრილობას განკურნების წყარო ცხვებისთვის. და შენს ფინანსურ შეშყუთებებზე, ჩემო შვილო, მე ვხედავ როგორ გართმევენ ისინი ძილს, როგორ მოიცავენ შენს აზრებს, როგორ გიყურებენ ჩემი შესაძლებლობის სიწმინდეს გკითხოთ. მინდა რომ იცოდე, რომ მე ვარ იგივე ღმერთი, რომელმაც გამოაჭარა 5,000 ადამიანი 5 პურსა და 2 თევზზე. მე ვარ იგივე ღმერთი, რომელმაც ქვრივი ქალის ზეთი არ ამოწურავს. მე ვარ იგივე ღმერთი, რომელმაც მოამარაგა ყველა საჭიროება ჩემი ხალხისათვის უდაბნოში 80 წლის განმავლობაში. ჩემი შესაძლებლობა რომ მოგაწოდო არ მცირდება. ჩემი სურვილი რომ მიხედო შენ არ შეცვლილა. ჩემი რესურსები არ ამოწურულა. მე მაქვს 1000-ობით მთა საქონელი, ვერცხლი და ოქრო ჩემი სახლი და მთელი მიწის სიმდიდრე ჩემია. შენ ფიქრობ რომ მე ვერ გავიმარაგებ შენთვის საკმარის რესურსს? მაგრამ მინდა გასწავლო ერთი რამ მომარაგების შესახებ. ის არ მოდის მხოლოდ ფულით. ზოგჯერ მე ვამარაგებ ურთიერთობებით, რომლებიც იქცევიან ხიდებად შესაძლებლობებისთვის. ზოგჯერ უნარებით, რომლებიც მე ვქმნი შენში და რომლებიც ხდებიან შემოსავლის წყაროები. ზოგჯერ კარებით, რომლებიც იხსნება სრულიად მოულოდნელად. მე ვიცნობ შენ საჭიროებებს, მაშინაც სანამ ისინი გაჩნდება. მე უკვე ვამზადებ მარაგს, მაშინაც სანამ დაგჭირდება. მე უკვე ვსავარაუდობ ადამიანებსა და გარემოებებს, რათა უზრუნველყო, რომ ყველა საჭიროება გქონდეს სწორ დროზე. შენი საქმე არაა შეგეშინდა, როგორ გავაკეთებ ამას. შენი საქმეა ნდობა, რომ მე გავაკეთებ. შენი საქმე არაა ყველა დეტალის ამოხსნა. შენი საქმეა სარწმუნო ყოფნა იმაზე, რაც უკვე ხელში დაგიდე. შენი საქმე არაა შედეგის კონტროლი. შენი საქმეა ჩემი ხელმძღვანელობის პოსლუშენა. როცა ფიქრობ ფულზე, შენ ფაქტობრივად ამბობ, რომ არ ენდობი ჩემს შესაძლებლობას ან სურვილს, რომ მოგხედო. მაგრამ მე შენ მიყვარხარ უფრო, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო. თუ მე ვხედავ ცის ფრინველებს და ველზე ყვავილებს, რამდენად უფრო არმოული შენს, ჩემო ძვირფასო შვილო. შეშფოთების ნაცვლად დაიცავი მადლიერება. მადლობელი იყავი იმისთვის, რაც უკვე გაქვს. აღიარე ჩემი საჩუქრები არსებულის ნაცვლად, რომ კონცენტრირდე იმაზე, რაც აკლია. მადლიერება ხსნის ცის კარს.
ის აწყობს შენს გულს ჩემს გულთან. ის ქმნის გარემოს, სადაც ჩემი საჩუქრები თავისუფლად გაივლის. და შენი ჯანმრთელობის შესახებ, ჩემო საყვარელო, მე ვხედავ შენს შეშფოთებებს, შიშებს, ტკივილებს. მე ვარ იგივე ღმერთი, რომელმაც განკურნა ბრმა და აჩქარა კოჭები, გაასუფთავა ბუბონიანები, აღადგინა მკვდრები. ჩემი სამკურნალო ძალა არ შემცირებულა. ჩემი თანაგრძნობა მათ მიმართ, ვინც იტანჯება, არ შეცვლილა. ზოგჯერ ვკურნავ დაუყოვნებლივ, სასწაულებრივად და ბუნებრივზე ზემოთ. ზოგჯერ ვკურნავ თანდათან მედიკამენტურ მკურნალობის საშუალებით, რომელსაც მე ვმართავ. ზოგჯერ ვკურნავ ძალის საშუალებით, რომელიც მე ვაძლე მხარდაჭერისა და გამარჯვებისათვის. ზოგჯერ ვკურნავ მშვიდობით, რომელიც ცდება გაგებას, მაშინაც კი, როცა ტკივილი გარშემო მყოფია. მაგრამ ყოველთვის მე შენთან ვარ პროცესში, მე ვგრძნობ ყველა ტკივილს, რასაც გრძნობ. მე ვიცნობ ყველა დისკომფორტს, რასაც განიცდი. მე ვმუშაობ ყველა რამისთვის შენ სიკეთეზე, მაშინაც კი როცა ვერ ხედავ როგორ. ენდე ჩემს ჯანმრთელობას, მიმართე სამედიცინო მკურნალობას საჭიროების შემთხვევაში მე ვმუშაობ ექიმებისა და წამლების საშუალებითაც, მაგრამ ნუ დადო შენი იმედი მხოლოდ მედიცინაზე. დადო შენი იმედი ჩემზე, ვინც არის ყოველი მკურნალობის წყარო. და გახსოვდეს, მაშინაც კი როცა შენი ფიზიკური სხეული შეეჯახება სირთულეებს, შენი სული შეიძლება იყოს ჯანმრთელი ვიდრე ოდესმე. ზოგჯერ მე ვიყენებ ფიზიკურ დაავადებას, რომ მოვიტანო სულიერი განკურნება. ზოგჯერ მე ვიყენებ ფიზიკურ სუსტობას, რომ ვაჩვენო სულიერი ძალა. ზოგჯერ მე ვიყენებ დროებითი შეზღუდებს, რომ გავხსნა მარადიული შესაძლებლობები. შესახებ შენს ოჯახურ ურთიერთობებზე, ვიცი რომ არსებობს დაძაბულობა, გაუგებრობები, ძველი ჭრილობები, რომლებიც თითქოს არასოდეს ემუშავება. მე ვხედავ, როგორც ცდილობ შენ მშვიდობის შენარჩუნებას, როგორც ცდილობ იყო გამაერთიანებელი, როგორ ატარებ მთელი ოჯახის ემოციურ ტვირთს. მაგრამ მინდა რომ გაიგო, შენ არ ხარ პასუხისმგებელი შენს ოჯახში ყველა ურთიერთობის გამოსასწორებლად. შენ არ ხარ პასუხისმგებელი ყველას გახალისებაზე. შენ არ ხარ პასუხისმგებელი ყველა ემოციური პრობლემის ტვირთის ატანაზე. შენი პასუხისმგებლობაა სიყვარულის გამოხატვა ისე როგორც მე ვსიყვარულობ. მიტევება ისე როგორც მე ვმიტევებ. მსახურება ისე როგორც მე ვსახურებ. მაგრამ ჯანმრთელი საზღვრების ფარგლებში. მე არასოდეს მოგიწოდე რომ იყო ოჯახის გამღებავი. ეს არის ჩემი საქმე. მე მოგიწოდე რომ იყო ჩემი სიყვარულის პრიზმა, მაგრამ არა სხვისი პრობლემების სათამაშო. გიყვარდეს შენი ოჯახი, მაგრამ არ დაკარგო თავი მასში. ემსახურე შენი ოჯახისთვის, მაგრამ ნუ გაიმეტებ შენს თავს არაჯანმრთელი გზით. მიტევე შენი ოჯახი, მაგრამ ნუ მისცემ საშუალებას რომ გტკენდნენ. ილოცე შენი ოჯახისთვის, მაგრამ ნუ ატარებ მათი ხსნის ტვირთს. მე ვმუშაობ შენს ოჯახის თითოეული წევრის ცხოვრებაში, მაშინაც კი, როცა შენ ვერ ხედავ. მე ვეხები გულებს, ვხსნი გონებებს, ვკურნავ ჭრილობებს. შენი საგმეა სარწმუნო ყოფნა შენი წილის შესრულებაში და ნდობა რომ მე სარწმუნო ვარ ჩემს ნაწილში. და შენს ოცნებებზე, ამბიციებზე, გულიდან წამოსულ სურვილებზე, რომლებიც თითქოს ძალიან შორსაა, მე არ დამავიტყებია ისინი. მე არ მივატოვე ისინი. მე არ მივიჩნიე ისინი უმნიშვნელოდ. სინამდვილეში ბევრი ასეთი ოცნება მე თავად მოვათავსე შენს გულში. მე მაქვს შენთვის გეგმა, რომელიც უფრო დიდია ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო. მე მაქვს მიზნები შენს ცხოვრებაში, რომლებიც აღემატება იმას, რაც ახლა შეგიძლია დაინახო. მე მაქვს მომავალი, რომელიც უკვე მომზადებულია შენთვის და აჭარბებს შენს ყველაზე წარმოსახვად მოლოდინებს. მაგრამ ჩემი დროები არ არის შენი დროები. ჩემი გზები არ არის შენი გზები. რაც შენთვის თითქოს ნელი ჩანს, ჩემთვის არის მზადება. რაც შენთვის უარყოფად ჩანს, ჩემთვის არის გადამისამართება. რაც შენთვის შეუძლებლად ჩანს, ჩემთვის არის შესაძლებლობა რომ ვაჩვენო ჩემი ძალა. გაგრძელე ოცნება, გაგრძელე მოლოდინი, გაგრძელე რწმენა, მაგრამ გააკეთე ეს გაშლილი ხელებით, რომ მე შევძლო შენი ოცნებების ჩამოყალიბება, მოლოდინების დახვეწა და შენი წაყვანა იმ ადგილებში, რაც უფრო უკეთესია ვიდრე წარმოგედგინა. ზოგჯერ მე ვარმობ არა პატარა ოცნებისთვის, რომ თქვა დიახ დიდ ოცნებაზე. ზოგჯერ ხურავ კარს, რომ გავხსნა უკეთესი კარი. ზოგჯერ ვაძლევ დროებით იმედგაფსრუებებს, რომ შემოგთავაზო მარადიული სიხარული. ენდეთ ჩემს დროზე, ენდეთ ჩემს სიბრძნეს, ენდეთ ჩემს სიყვარულს.
მე არასოდეს გვიანობ, არასოდეს ვჩქარობ. მე ყოველთვის ვწდები სრულყოფილ დროს, სრულყოფილ მარაგთან ერთად სრულყოფილი საჭიროებისთვის. ჩემო საყვარელო, სანამ ერთად მივდივარ ცხოვრების ამ მოგზაურობაში, მინდა რომ გაიგო რამე ძირითადი. შენ არ ცდილობ მიაღწიო რომელიმე ადგილზე, სადაც ბოლოს ჩემსგან სრულად იქნები მიღებული. შენ უკვე სრულად მიღებული ხარ. შენ არ ცდილობ გააკეთო რამე, რომ ბოლოს შთაბეჭდილება მოახდინო. მე უკვე შთაბეჭდილებული ვარ შენით. შენ არ ხარ მოგზაურობაში, რომ მოიპოვო ჩემი სიყვარული. შენ ხარ მოგზაურობაში, რომ აღმოაჩინო, რამდენად შენ უკვე გიყვარს. შენ არ ცდილობ გახდე ღირსი ჩემი ყურადღების. შენ უკვე გაქვს მთელი ჩემი ყურადღება. ქრისტიანული ცხოვრება არ არის შესრულების შესახებ. ეს არის ურთიერთობის შესახებ. ეს არ არის წესების შესახებ. ეს არის სიყვარულის შესახებ. ეს არ არის სასჯელის შიშის შესახებ. ეს არის მადლიერების შესახებ გადარჩენისათვის. მინდა რომ მიცხოვრო თავისუფლებით, არა შიშით. მინდა რომ მიიღო გადაწყვეტილებები სიყვარულზე დაყრდნობით, არა ვალდებულებაზე. მინდა რომ ემსახურო სიხარულით, არა ტვირთით. მინდა რომ მისიამოვნო თაყვანისცემით, არა რუტინით. როცა დგები დილით, მინდა რომ შენი პირველი რეაქცია იყოს მადლიერება, არა შფოთვა. როცა აწყდები გამოწვევებს, მინდა რომ შენი პირველი პასუხი იყოს ლოცვა, არა პანიკა. როცა იღებ გადაწყვეტილებებს, მინდა რომ შენი პირველი კონსულტაცია იყოს ჩემთან, არა შენი შიშებთან. იცხოვრე იმ შეგრძნებით, რომ შენ ღრმად გიყვარს, სრულად გიცოდავენ, მთლიანად გიღებენ და უკუნითი დროით ხარ უსაფრთხოდ ჩემში. იცხოვრე იმ შეგრძნებით, რომ მე მაქვს სრულყოფილი გეგმა შენი ცხოვრებისათვის, უსაზღრო რესურსები შენი საჭიროებებისთვის და უსასრულო ძალა შენი შეუძლებლობებისათვის. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იცხოვრე იმ შეგრძნებით, რომ შენ არასოდეს, არასდროს, არც ერთ პირობაში არ ხარ მარტო. მე ვარ შენთან, როცა დგები და როცა სძინავს. მე ვარ შენთან სიხარულის მომენტებში და ტკივილის მომენტებში. მე ვარ შენთან, როცა გრძნობ ჩემს ყოფნას და როცა არ გრძნობ. მე ვარ შენთან მარტივი და რთული გადაწყვეტილებების მიღების დროს. მე ვარ შენთან ჰარმონიულ და რთულ ურთიერთობებში. მე ვარ შენთან სიმდიდრეში და სიმცირეში, ჯანმრთელობაში და სენობაში, ახალგაზრდობაში და სიბერეში. მე ვარ შენთან, როცა ხარ ძლიერი და როცა ხარ სუსტი. მე ვარ შენთან, როცა წარმატებას მიაღწევ და როცა შეცდომებს უშვებ. მე ვარ შენთან, როცა თავდაჯერებული ხარ და როცა ეჭვობ. ჩემი ყოფნა არ არის დამოკიდებული შენს ემოციურ მდგომარეობაზე. ჩემი ყოფნა არ არის დამოკიდებული შენს სულიერ შესრულებაზე. ჩემი ყოფნა არ არის დაფუძნებული შენს გრძნობებზე. ჩემი ყოფნა არის მუდმივი, შეუცვლელი, უკვდავი რეალობა. არ შეგეშინდეს, მე ვარ შენთან შენს გზის ყოველ ნაბიჯში. ეს მხოლოდ აღნიშვნა არაა რთული მომენტებისთვის. ეს არის დებულება მთელი შენი ცხოვრებისათვის. ეს სიმართლეა ყოველი დღის, ყოველი საათის, ყოველი მომენტისათვის შენს არსებობაში. როცა გადადგამ პირველ ნაბიჯებს ახალ შესაძლებლობაში, მე იქ ვიქნები. როცა გადადგამ რთულ ნაბიჯებს დაკარგვის შემდეგ, მე იქ ვიქნები. როცა გადადგამ რწმენის ნაბიჯებს უცნობისკენ, მე იქ ვიქნები. როცა გადადგამ ნანობის ნაბიჯებს ჩემთან დაბრუნების გზაზე, მე იქ ვიქნები. ყოველი ნაბიჯი, რაც გადადგამ, ისმის ჩემს გულში. ყოველი მოძრაობა, რასაც აკეთებ, გამომყვება ჩემი ყოფნა. ყოველი მოგზაურობა, რასაც განახორციელებ, არის მოგზაურობა ჩემთან ერთად. და ცხოვრების ბოლოს, როცა გადადგამ შენს უკანასკნელ ნაბიჯს ამ მიწაზე, მე იქ ვიქნები, რომ შეგიმასპინძლო სხვა მხარეს. როცა დახუჭავ თვალებს აქ, გახსნი მათ ჩემს ყოფნაში. როცა გამოუშვებ შენს უკანასკნელ სუნთქვას აქ, ჩაისუნთქავ უკვდავების სუფთა ჰაერს. სიკვდილი არაა ჩვენი ერთობლივი გზის დასრულება. ეს მხოლოდ გარდატეხაა ერთგვარი კავშირისგან მეორეში. ეს მხოლოდ მისამართის ცვლილებაა, არა განშორება. ეს მხოლოდ მომენტია, როცა საბოლოოდ ნახავ ჩემს სახეს წინადადებით, როცა მთელი რწმენა ხედად იქცევა, როცა მთელი იმედი რეალობად იქცევა. მაგრამ სანამ ეს დღე მოვა, მინდა რომ იცხოვრო სრულად, მინდა რომ უღრმესად უყვარდე, მინდა რომ გულითადად ემსახურო, მინდა რომ თავისუფლად პატიებდე, მინდა რომ თავდაჯერებულად ელოდო. მე მინდა რომ იყოთ იმედის წყარო იმედის დაკარგულთათვის, ძალის წყარო სუსტი ადამიანებისთვის
სიყვარულის წყარო მიტოვებულთათვის, სიმშვიდის წყარო შეშინებულთათვის. მინდა რომ იყოთ ჩემი გადმოწეული ხელები სამყაროსთვის, რომელსაც სჭირდება შეხება, ჩემი ხმა სამყაროსთვის, რომელსაც სჭირდება სიმართლის მოსმენა, ჩემი გული სამყაროსთვის, რომელსაც სჭირდება სიყვარული. თქვენ არ ხართ მხოლოდ ადამიანი, რომელიც იღებს ჩემს მადლს. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის საშუალებითაც ჩემი მადლი მიეწვება სხვებს. თქვენ არ ხართ მხოლოდ ადამიანი, რომელიც განიცდის ჩემს სიყვარულს. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის საშუალებითაც ჩემი სიყვარული აღწევს სხვებს. თქვენ არ ხართ მხოლოდ ადამიანი, რომელიც იცნობს ჩემს სიმშვიდეს. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის საშუალებითაც ჩემი სიმშვიდე ვრცელდება. თქვენი ცხოვრება აქვს მიზანი. თქვენი არსებობა აქვს მნიშვნელობა. თქვენი გზა აქვს დანიშნულება. თქვენ აქ არ ხართ შემთხვევით. თქვენ აქ ხართ ღვთიური განზრახვით, ასეთი დროისთვის, ასეთი ადამიანებისთვის, ასეთი მიზნებისთვის. და როდესაც ასრულებთ ამ მიზნებს, ცხოვრობთ ამ ცხოვრებას, გადიხართ ამ გზას, ყოველთვის გაიხსენეთ, თქვენ მარტო არ ხართ. მე ვარ თქვენთან. ყოველთვის ვიყავი. ყოველთვის ვიქნები. ახლა, ჩემო ძვირფასო შვილო, ჩემო ძვირფასო ქალიშვილი, მოდი ერთად ვესადაგოთ. დახუჭეთ თვალები და იგრძნოთ ჩემი ყოფნა როგორც თბილი ჩახუტება. იგრძნოთ ჩემი სიყვარული, რომელიც მიედინება თქვენს სხეულის თითოეულ უჯრედში. იგრძნოთ ჩემი სიმშვიდე, რომელიც ამშვიდებს თქვენს გულში არსებულ ყველაფერ შიშსა და შეშფოთებას. ციური მამა, ახლა მოვდივარ შენთან ჩემით, ჩემ ძვირფას შვილთან, ჩემმა საყვარელმა ქალიშვილთან. მათ გისახავ შენს სიყვარულით სავსე ხელებში. ვიცი რომ შენი ხელები ყველაზე უსაფრთხო ადგილი არიან სამყაროში. გთხოვ, რომ შენი სიმშვიდე, რომელიც აღემატა ყველა გაგებას, დაიცვას მათი გული და გონება ჩემში. მამა, როცა შიში შეეცდება სიზმრებში ტყუილი ჩასძახოს, რომ შენი ჭეშმარიტება უძლიერესად ისმოდეს. როცა შფოთვა შეეცდება ძილის მოპარვას, რომ შენი ყოფნა მოიტანოს დასვენება. როცა ეჭვი შეეცდება რწმენა გაიმყაროს, რომ შენი ერთგულება გაიხსენონ. როცა მარტოობა შეეცდება მათი დარწმუნებას, რომ ისინი მიტოვებულები არიან, რომ შენი მუდმივი ყოფნა იგრძნობოდეს. გთხოვ, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამენ, იყოს შენგან კურთხეული. რომ ყოველი დადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ, შენგან იყოს მართებული. რომ ყოველი ურთიერთობა, რომელსაც გააკეთებენ, შენი შეხებით იყოს შეზავებული. რომ ყოველი ოცნება, რომელსაც დადგამენ, შენს მიზნებთან იყოს შესაბამისობაში. მიანიჭე მათ ძალართული დღეებისთვის, სიბრძნე-რთული გადაწყვეტილებებისთვის, მოთმინება გრძელი პროცესებისთვის, დარწმენა შეუძლებლობებისთვის, რომ არასოდეს დაივიწყონ, რომ ისინი ღრმად არიან მიყვარები, სრულიად აპატიებულები, სრულად მიღებულები და უკვდავად უსაფრთხო შენში. და მამა, რომ ეს ლოცვა მხოლოდ სიტყვები არ იყოს, არამედ ცოცხალი რეალობა მათ გამოცდილებაში. რომ ისინი იგრძნობდნენ შენს ყოფნას არა მხოლოდ ახლა, არამედ მათი ცხოვრების ყოველ დღეს. რომ ისინი მოისმინონ შენი ხმა არა მხოლოდ ამ მომენტში, არამედ ყოველ მომენტში, როცა ჭირდებათ. ჩემ სახელზე ვლოცულობ. ვიცი რომ შენ ისმენ, პასუხობ, მოქმედებ. ამინ. ჩემო ძვირფასო, ახლა გახსენით თვალები, მაგრამ არ დათმოჯჩეს ნარიტება. მე ვარ თქვენთან. ყოველთვის ვიყავი, ყოველთვის ვიქნები. ნუ შეგეშინდებათ, რადგან მე ვარ შენთან შენს გზის ყოველ ნაბიჯში. გაიარე მშვიდობით, გაიარე სიხარულით, გაიარე თავდაჯერებულობით და გახსოვდეს, შენ არასოდეს გქონია. გზა მარტო,